თაობა წამოვიდა უკვე, რომელიც აფხაზეთიდან დევნილები არიან, მაგრამ აფხაზეთში ნამყოფები არ არიან. გაგონილი აქვთ ხოლოდ. ძალიან რთულია ასეთ ბავშვებს რომ აუხსნა ის, რაცაც თქვენ გრძნობთ აფხაზეთზე. მამებმა როგორ უნდა შევუნარჩუნოთ შვილებს აფხაზეთის სიყვარული? იმ შვილებს, ვისაც აფხაზეთი არ უნახავს, მაგრამ აფხაზეთიდან არის. ბევრია რა თქმა უნდა დამოკიდებული ოჯახზე, მამაზე, დედაზე, ახლა მე მყავს ბევრი ნაცნობი ისეთი ოჯახი, ნათესავებით, სადაც ბავშვები, რომლებიც აქ დაიბადნენ, არიან 10 წლის, თქვა 12-ის. ის ბავშვები ამბობენ, რომ როგეკითხებოდნენ სადავორი ხარ, სოხუმელი ვარ. ხო, მე იქ უნდა დავაბადებულიყავი, მაგრამ მე ესე იგი დავიბადე აქ და ეს ბავშვები მამის ფენომენი ძალიან ბევრს ნიშნავს ახლა. მე ქალიშვილი მყავს და ქალიშვილს და მამას თავისი ურთიერთობა აქვს და სხვა არის და როცა ბიჭი იზრდება ოჯახში, მამა ყოველთვის ცდილობს რომ რაღაც არის ისეთ სიმძიმე სირთულე მან უნდა ის შეხვდება ამას ამ სირთულეს და ამზადებს ამისთვის. მე ვერ ვიტყვი რომ ყველა ამას აკეთებს, მაგრამ ჩემი მეგობრები ამას აგათ, ჩემი თბილისელი ნაცნობები და თბილისელი მეგობრები, ახალგაზრდა მამები არიან დაახლოებით თქვენი ხნის, ყავთ 12-14 წლის შვილები და დაყავთ ეს ლაშქრობებზე, დაყავთ ტყეში. მე უკვე იმდენად გავარჯიშეს, რომ ეუბნებიან აი კარვის გაშლა, სწავლეს კოცონი, როგორ დაანთონ, რასაკვები როგორ გამოიყენონ და ძალიან ბევრი რამ. ხო და ესენი მეუბნებიან, რომ აი თქვენ ახლა დევნილთა უღელტეხილი რომ ახსენეთ, აი ბევრი არის წესი ისეთი რაღაც სახელი ქვია კიდევ იმ მიმართულებას, რომ ადამიანს ამზადებენ და გასაჭირის დროს შეიძლება ისინი ამბობენ, რომ აი უღელტეხილზე ამდენი ადამიანი არ დაღუპულიყო, ის რომ მზად რო ყოფილიყო ამ რთული ამბებისთვის. და ეს ჩემი მეგობრების ოჯახები ესე ყველაფერს აკეთებენ, ღამით ასტოვებენ ბავშვებს. ტყეში, ოღონდ იქ აკონტროლებენ, მოშორებით არიან. სადღაც თვითონ თავიანთი კარავი აქვს, იმათ არ ეუბნებიან. რაღაც ეს სწავლება თითქოს ერთ-ერთი ელემენტია ეს, რომ მამა ბიჭი მოამზადო, მაგალითად არის მამები სანადიროდ დააყავთ ახლა. მე ნადირობის ტრფიალი არა ვარ და არ მომწონს, როცა დღეს არ შეიძლება ნადირობა, იმიტომ რომ ძალიან ცოტა პლანეტა მარტო ადამიანის არ არის. პლანეტა არის ცხოველის, იმ ჩიტის, იმ მცენარის და ამიტომ მას რო უვლი ყოველთვის ხშირად არის რომ აი ადამიანებმა ჩემ ყოველწინში ვცდილობ რომ აი ცხოველებმა რა გადაიტანეს ამ ომის დროს ცხოველებმა საშინელებები სისასტიკე რაღაც მაგრამ ჩვენ ომზე ვლაპარაკობთ მაგრამ ეს ჩვენი ომია ჩვენი დაწყებულია და ჩვენ ხოცავთ სამწუხაროდ დედამიწა იმ ბარბაროსულ იმას გადის თავის პერიოდს როდესაც თუ იარაღი აქვს ერთ სახელმწიფოს თქვა და 10 ტანკით მეტი ყავს ვიდრე მეორეს ის თავმად იწყებს ომს რომ მე გავემარჯვებ ანუ სასაუბრო ენა და დიალოგის ენა არის ომი იარაღი და დრო უნდა ალბათ მცირე დრო არ უნდა როდესაც გადავიდეს კაცობრიობა სულ სხვა საუბარზე ანუ სიტყვით რო იყოს ყველაფრის მოგვარება აი ეს დიალოგისთვის სილცე უნდა აიგოს უნდა ვილაპარაკო და ნებისმიერი საკითხი სუფრასთან საუბრისა ადამიანებს ერთმანეთს რო დავისაუბრებით ამ სისხლის ღვრებისა და საშინელებების გარეშე და წარიმართოთ მაგრამ აი იგივე იმ პატარა ბიჭები რო ვახსენე ისინი ყოველთვის მზად უნდა იყვნენ უარეს დღისთვის ოთარჭილაძე ხა ლექსი გაიხსენეთ თქვენ და ერთი ლექსი აქვს ოთარჭილაძეს რომ მუდამ მზადავარ უარეს დღისთვის თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ